ძალიან მოკლედ ესეთი ეგეთ საკითხი ხა სკოლაში გავდივართ გაგრას და ეს მთელი რაღაცები რაც ჩვენ გვემართება ხშირად გონია ხოლმე რომ რაღაცა მაგარმა ტიპმა მოიგონა სწორედ ქართულ ოცნებაში აი ეს პროპაგანდა ომთან დაკავშირებით და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს არ არის ამას ზოგს უმაგრებს ჯერ საბჭოთა დიდი გამოცდილება კგბ-სი ეხლა უკვე FSB-სი ანუ ესენი თვითონ არ ფიქრობენ გამორიცხულია სიტყვას ბაყუაშვილი ნანახი ყავთ თქვენ თვითონაც და იმედია ხვდებით რომ მაგ სახის ადამიანს არ შეუძლია რამ ჭკვიანას მოფიქრება თავისით გამეორება კი ხო და ამიტომ ხანდახან ჩვენ რაღაცას ვრიაგირებთ ის რაც სინამდვილეში შეიძლება ვერც უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოს და რაზე დგას ანუ იდეა პრინციპში არის სახელმწიფოს გაგება რაღაცნაირ გაგებას გვთავაზობს ქართული ოცნება და უნდა რომ ამ გაგებაში ვიცხოვროთ ან შევყვეთ ან ახლა არჩევნებით აი ამ გაგების სახელმწიფო დავაფუძნოთ ერთად ხო და რა ტიპის გაგება არის ეს ზოგადად საწყისებთან როცა ვსაუბრობთ რა არის სახელმწიფო ორი ავტორი არის რომელიც უნდა გავახსენდეს ეს არის ტომას ჰობსი და ჯონ ლოკი პოლიტიკის ფილოსოფიის ფუძემდებლები უფრო ჰობსი პირველი იყო თავის სოციალური კონტრაქტის თეორიით მერე მოდის ლოკი უფრო ლიბერალური დემოკრატიის თვალსაზრისით და ძალიან ბევრ დეტალს რა თქმა უნდა ვერ მოგიყვებით მაგრამ დაახლოებით ეგეთი ამბავი არის ჰობსის ვარ შეკითხოს რასაჭიროა სახელმწიფო და ამბობს რომ თუ სახელმწიფო არ იქნება ადამიანები ცხოვრობენ ომში ტოტალურ ომში ყველას წინააღმდეგ და ცხოვრება იქნება მოკლე ბრუტალური საშინელი აუტანელი და ასე შემდეგ და ვინაიდან ადამიანებს მაინც აქვთ გონება ისინი რაღაცნაირად ხვდებიან რომ ესე ცხოვრება არ შეიძლება მათ აქვთ რაღაცნაირი კანონიც კი რომელიც მათ ავალდებულებს თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება დაამყარონ მშვიდობა და საინტერესო ამბავი ის არის რომ როგორც კი ეს ხალხი ანუ ადამიანები ამყარებენ მშვიდობას ისინი ერთმანეთთან რაღაც თავისუფლებებს თმობენ და იქნება სახელმწიფო ამ სოციალური კონტრაქტის მეშვეობით და ჰობსი ამბობს რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფო დაფუძნდება და ჩვენ აღარ გვაქვს უფლება რომ რაღაც სამართალზე ვისაუბროთ ან ვიწუწუნოთ იმიტომ რომ მმართველს აქვს ყველაფრის უფლება აბსოლუტურად ყველაფრის და ჩვენ ვინაიდან მას გადავეცით ჩვენი უფლებები უკან ვეღარ დავიბრუნებთ და ეს სამართლიანობის გაგება ძალიან საინტერესო რამ არის იმიტომ რომ სამართლიანობა ჰობსთან უფრო დაბლა დგას ვიდრე წესრიგი ანუ წესრიგი უფრო დიდი ღირებულება ვიდრე სამართლიანობა და ხო ეხლა თქვენ შეიძლება თქვათ რომ ეს არის ძალიან ცუდი როგორ შეიძლება ასე მაგრამ თლათასაც არ არის ჰობსი უყურებს სამოქალაქო ომს ინგლისში მიმდინარეს და ხედავს იმ ჯოჯოხეთს რაც ჩვენსაც პრინციპში ნაცნობი არის სამოქალაქო ომი ვისაც გამოგვივლია და ის ამბობს რომ აი სამოქალაქო ომს ყველაფერი ჯობია ანუ ომს ყველას წინააღმდეგ ჯობია თუნდაც უსამართლო მმართველი გმართავდეს ეგეთი ამბავი არის ჰობსთან მე მოდის ლოკი და ამბობს რომ ეგრე არ არის რა ანუ ამ ბუნებით მდგომარეობაში რომ ცხოვრობთ ადამიანი არ ხოცავს ერთმანეთს უბრალოდ არსებობს რამდენიმე ესეთი ცოტა უფრო შებერტყილი ტიპი რომელიც არ ღვევს ამ რაღაც ჰარმონიას რომელიც იქს და ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო იმისთვის რომ რაღაც სამართალი აღასრულოს მაგალითად და ის ამბობს რომ მას შემდეგ რაც ჩვენ კონტრაქტს დავდებთ ერთმანეთთან და სახელმწიფო დაფუძნდება შემდეგ ჩვენ თავადის მმართველიც კი ექვემდებარება იგივე კანონებს რაც არის ჩემთვის როგორც მმართველისთვის შექმნილი და ვინაიდან მე დავთმე უფლებები ყველა ეტაპზე როგორც კი სახელმწიფო არ აღასრულებს იმ ჩემ უფლებებს რომლებიც მე დავთმე მე მაქვს ვალდებულება ან უბრალოდ მოსამ ქვია უფლება რომ წავართვა ამ მმართველს ის ძალაუფლება რაც მივეცი და მე თვითონ ამ დროებით მაინც გადავიდე ამ ისევ ბუნებით მდგომარეობაში ანუ გავაუქმო სახელმწიფო რევოლუციაზე საუბარი და შემდეგ ხელმეორედ დავაფუძნო ის როგორც ჩემი პირობები მოითხოვს ამას რას ნიშნავს ეს მაგალითად შურისძიების უფლება ჰობსი ამბობს რომ ყველა ბუნებით მდგომარეობაში იძიებს შურს სახელმწიფო შეიქმნა და ჩვენ ამ შურისძიების უფლებას ვთმობთ და სახელმწიფო იძიებს ჩვენს მაგალითად შურს მაგრამ თუ ისე აღმოჩნდა რომ მაგალითად ვიღაცა დამაზიანა მე ვთხოვე სახელმწიფოს ის დასაჯოს და ის დასაჯეს უბრალოდ მცირე ხნით ვიდრე მე ჩემი გონება მეუბნებოდა მე მაინც ვერაფერს ვერ ვაკეთებ უნდა ვთქვა რომ ხო ნუ კაი გამოუშვეს 2 წელიწადში დამნაშავე მკვლელი მაგრამ რას იზამ ჯობია ეს იყოს ვიდრე იყოს ტოტალური ქაოსი ლოკი ამბობს რომ ეგრე არ არის ჩვენ თუ შევთანხმდით რაღაც წესებზე მე თუ უარი ვთქვი შურისძიებაზე მაშინ სახელმწიფო მეს ისე უნდა განახორციელოს როგორც ეს რასაც მე ვიზამდი რაციონალურად ხო მაგალითად ყველობაზე თუ არის 20-დან უვადო პირობითად ყველა მკვლელი ესე უნდა დაისაჯოს და ეხლა ეს იმის ნათესავი იყო ამის ნათესავი იყო როგორც კი სახელმწიფო ამის კეთებას დაიწყებს ამ ძალაუფლების ბოლოდ გამოყენებას და ანუ კანონის უზენაესობის პრინციპი არ არსებობს
ამ შემთხვევაში მე მაქვს სრული უფლება, იმიტომ რომ მე არ დავბადებული ვარ იმისთვის, რომ ვიღაცას კონდეს პრივილეგიები რა, მე მაქვს უფლებები და სახელმწიფო არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფლებები აბსოლუტურად იყოს ყოველთვის დაცული. და როგორც კი ესე იგი სახელმწიფო გადის კონტრაქტიდან, მე მაქვს უფლება რომ ის ჩამოვაგდო. ხო, ჩვენ ვცხოვრობთ ლოკის სამყაროში. ნორმალური ლიბერალური დემოკრატია ეგ არის, ხო, რომ ჩვენ გვყავს მმართველები, გარკვეული ვადით, როგორც კი ისინი აშავებენ ან არაკეთებენ იმასაც ხალხს უნდა, ჩვენ მას სულით არჩევნებით ყველაზე კარგ შემთხვევაში და რევოლუციის უფლება გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენთვის დატოვებული, ზოგი კონსტიტუცია მას უბრალოდ პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ადამიანს რევოლუციის უფლება თუ, აბა დაფიქრდით თქვენ თუ სახელმწიფომ ყველა კანონი დაარღვია, რაც ჩვენი თანაცმობისთვის არის მნიშვნელოვანი, მაშინ რატო გვაქვს ეს სახელმწიფო, ანუ რავალდებულები ვართ ვიღაცა 20 კაციან ჯგუფს დავემორჩილოთ, ხო, არა გვაქვს, ამიტომ ამ შემთხვევაში რევოლუციაც გამართლებული იქნება. ანუ ეს ლოკიანური ამბავი არის, ხო? ხო და ეხლა ჩვენ რა არჩევნის წინაშე ვდგევართ, ჩვენ ოცნება გვთავაზობს ჰობსის სამყაროს და გვაქვს შანსი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ამ კოალიციური მმართველობით დავაფუძნოთ და შევქმნათ იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც ლოკი საუბრობდა. ანუ, როდესაც სახელმწიფო მოხელეები ექვემდებარებიან თავადაც კანონს და ასრულებენ უშუალოდ მოქალაქეთა სურვილებს. რატო გვაქვს ამის უფრო მეტი გარანტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან? იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ გამოვდივართ კონტროლიორები იმის მთავრობის, არამედ თავად მთავრობის შიგნით ახან კოალიციური არის, ისინი ერთმანეთსაც აკონტროლებენ, რა ჩვენ მოქალაქეებს გაგვიადვილებს საქმეს. ოცნების შემთხვევაში ის არა მხოლოდ მთელ ძალაუფლებას ეხა იჩემებს არჩევნებით, არამედ გვირდება რომ ოპოზიციას გააუქმებს, NGO-ებს გააუქმებს, მედიებს NGO-ები ფაქტიურად უკვე ეს აქვს, ხო, ნახევარი ფეხი საფლავში აქვს, უბრალოდ ეხა იცდის სავაჭროთ ალბათ ივანიშვილი, რომ ბოლომდე არა ამოქმედოს ის რაც მიიღო რუსული კანონის სახით ადრე, მედიას გააუქმებს და მერე უკვე აბსოლუტურად კონტროლი აღარ გვექნება, ხო? მაგრამ რას გვთავაზობს და რატო გვთავაზობს ამ არჩევანს, ამ საშინელ არჩევანს, ის გვეუბნება, რომ არც ოპოზიციის გაუქმება, არც NGO-ების გაუქმება, არც მედიების გაუქმება არ იქნება უსამართლო, იმიტომ რომ მეორე მხარეს არის ომი. და ეს არის ზუსტად ოფსიანური სამყარო, ის გეუბნება, რომ შეიძლება უსამართლო ვარ, მაგრამ იცოდე, რომ იქით არის უფრო დიდი საშინება, რასაც ომი ქვია, ამიტომ. შეიძლება, ხო, რა ვიცი, მაჩალიკაშვილის საქმეს არ გამოვიძიებ, მაგრამ რას იზამთ? რაღაცა ხალხი გვიკვდება გარშემო იმაზე, ხო, საზღვრებზე პერიოდულად ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე, მე ხმას არ ამოვიღე, ბოდიშს მოვიხდი, ყველანაირ დამცირებას ავიტან, მაგრამ მეორე მხარეს არის ომი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანახმა აი ამ თელ უსამართლობაზე. რა ვიცი, ტენდერებს მოაგებინებ ჩემს მაგაცებს, ჩემი შვილები იგრიმიტებენ თბილისში ბასლეინებზე ივლიან ვიღაცა ჩემი ხალხი და შემდეგ. ხო არ ჩამოთვლი იმ უსამართლობებსაც იცით თქვენ თვითონაც, მაგრამ ჩვენ უნდა დავთანხმდეთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ესეთი ტიპის უსამართლო სახელმწიფო არ გვექნება, ჩვენ გვექნება ომი. ეხლა აქ ჩვენ წასახად ვიცით რა არჩევანს უნდა გავაკეთოთ, ისეთი სამყაროს და სახელმწიფოსკენ არჩევანი, რომელიც შეუზღუდავს მთავრობას ძალაუფლებას და შეუზღუდავს ზუსტად იმ ხელსაწყოებით, რაც ყველასთვის ცნობილი არის. ეს არის მრავალფეროვანი ოპოზიცია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია საშუალებები. ეს თუ არ არის, აბა რითი აკონტროლებ, ხო? მაშინ რა ვიცი, ჩაუცხოვდე პარლამენტში ვიღაცებს და ძალადობის იმითი შანტაჟით რაღაცეებით დაემუქრო, რომ თუ არ გააკეთებენ მასაც გააკეთებენ. მოკლედ ამის რესურსი არ აქვს, რა გვაქვს მიღებული პრაქტიკები, როგორც უნდა აკონტროლოთ მთავრობა. ეხლა საინტერესო არის, რომ რაღაც საუბარში ამის მაგალითი რა შეიძლება იყოს, რომ აი ოცნება რომ ამას ცდილობს და ჰობსიანური რო არის მისი სამყარო შემოთავაზებული, რომ უსამართლობაზე თვალი უნდა დახუჭოთ, იმიტომ რომ ალტერნატივა არის ომი. ამის იდეალური მაგალითი არის შიმშილის თამაშები, Hunger Games ფილმი ან წიგნების სერია. თუ გაქვთ წაკითხულ ნანახი. ამბავი არის ესეთი. ოდესღაც იყო სამოქალაქო ომი, მე-13 დისტრიქტი, ხო, უბანით რაღაც აჯანყდა თავის დროზე, იყო სამოქალაქო ომი, ეს დისტრიქტი განადგურდა, მოიგო კაპიტოლმა და ეხლა გვაქვს რაღაც X სტატუს quo, სადაც კაპიტოლი არის ფუფუნებაში იხრჩობა და ყველა მომდევნო დისტრიქტი მე-12-ს ჩათვლით ცხოვრობენ კატასტროფულად, ხო? ან მაგალითად, კაპიტოლში ძალიან ბევრს ჭამს ხალხი, იმდენად ბევრს ჭამს თუ გახსოვთ ეგ სცენა, როდესაც სვავენ სპეციალურ სიტყვას ჭამის მე რომ გული აერიოთ და მე კიდე შეჭამონ, ეგეთი ამბავი არის, ხო? მაშინ როდესაც მე-12 დისტრიქტში რა ვიცი, ნადირობს ეს გოგო ტყეში, რომელშიც ნადირობა აკრძალულიც კი არის, ხო? აი ეგეთ უსამართლო სამყარო არის, მაგრამ რას ამბობს ცენტრი, ეუბნება რომ რასიზმი, ცხოვრება ესეთი არის, ესე მოხდა, ესე უნდა დაალაგდეს, თავარი არის წესრიგი რა. და ეს წესრიგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი რა ვიცი, აი ეს უსამართლობაც უნდა მიიღოთ რა. ჩვენ ვიცხოვრებთ კარგად, თქვენი ცხოვრებთ ცუდად, მაგრამ რასიზმი. და თუ თქვენ დაგავიწყდათ რა ცუდია, როდესაც ომი მიდის და ხალხი ხოცება. მე შევიმუშავებ ეგრეთ წოდებულ შიმშილის თამაშებს, ანუ შევკრებ ხოლმე ყველა რეგიონიდან ორ ადამიანს
და ვაბრძოლებთ მათ საკვდოს სასიცოცხლოდ და აი ამით ჩვენ პატივს მივაგებთ ტრიბიუტს ეძახიან ხო ტრიბიუნებს ეძახიან თვითონ წარმომადგენლებს ან მე პატივს მივაგებ იმ ომს ასე ვთქვათ მე გავიხსენებ იმ ომს და იმ სხვებს მივაგებ პატივს რომელიც ომში ჩვენ გადავიხადეთ რათა თქვენ მოქალაქეებმა გაიხსენოთ რას ნიშნავს ომი და თუ twinში როდესმე გაიელვებთ იმას რომ რამე ხომ არ შეგვეცვალა აი ზუსტად შიმშილის თამაშები თქვენ მოგაგონებთ რომ არ უნდა შეცვალოთ იმიტომ რომ ცვლილება შეიძლება იყოს უფრო კატასტროფული ვიდრე ის ჯოჯოხეთური უსამართლობა რომელშიც დღეს თქვენ ცხოვრობთ ხო გაჭირვება უსამართლობა არასასამართლო და ასე შემდეგ რა და სინამდვილეში ეს Hunger Games-ი სამწუხაროდ უტოპია არის ეს თქვა ანტიუტოპია და გეუბნება რომ ესე არ შეიძლება ცუდია და როგორც ყველა ანტიუტოპია ქართული ოცნებისთვის არის სახელმწიფო იმიტომ რომ რა პოსტერებიც ახლა ქართულ ოცნებას აქვს გამოკიდებული ხო ჩვენ ქუჩებში საქართველოს ქუჩებში ეს არაომს მშვიდობა და რა თქოს მათ რომ ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთებთ ხალხს გაიხსენოს რა არის და დაინახოს ომი არის ზუსტად Hunger Games ხო ჩვენ გვაჩვენებენ ომის საშინელებას თითქოს რომელიმე ადამიანმა არ იცოდეს რა არის ომი უბრალოდ სამოქალაქო ომი ჩვენთვის უკვე მოტოვებული არის ჩვენ გამოვედით მაგ ფაზიდან, როდესაც სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, იქ იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდი და ანუ ჰობსიანური მეთოდი, რომ აი ყველაფერი ჯობია იმასაც იყო, იქ დაძლეული გვაქვს უკვე. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ადამიანები იყვნენ თანასწორები, რომ სასამართლო რა ვიცი, აღასრულებდეს, რომ ყველა მართველი ექვემდებარებოდეს თავად კანონს და ასე შემდეგ. ანუ გვაქვს პრეტენზია, რომ ნორმალური სახელმწიფო იყო. და რახანის პრეტენზია გვაქვს ასეთი ამბიციაც რომ დიახ ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ხვალზე ხო და აი ოცნება ამაზე ყველაფერზე ცდილობს რომ უარი გვათქვევინოს და ისევ გვითხრას რომ ჩვენ კიდე იმ ფაზაში ვართ როდესაც წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამართლიანობა თუ გვაქვს სახელმწიფო ის სახელმწიფო უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ არ ვართ კმაყოფილები მხოლოდ წესრიგით კმაყოფილი შეიძლება იყოს არ ვიცი მე ვიღაცა იმაში ციმბირში ცხოვრები კაცი რომელიც რა ვიცი არწყალია გარდენია გეყინება ძაღლი გარეთ ქუჩაში და მისი მეზობელი კიდე ვანია ვიღაცა მაგრამ მაინც იძახის რომ აი წესრიგი დამყარდა ხო რაღაცა აი სტალინი როგორც ენატრებათ ხომ რომ წესრიგი დაამყარა რა უსამართლო წესრიგი იყო სტალინის და მაინც გიждდებიან ხო რატო გიждდებიან იმიტომ რომ წესრიგი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამართლიანობა ჩვენთვის ესე არ არის პრინციპში თუ ჩვენს ყველა რჩეულ ხალხს გავიხსენებთ ხო იქნება ეს რაღაც თერგდალებულები თუ სხვები და სხვები არავისთვის მისაღები არასდროს არ ყოფილა წესრიგი უსამართლო წესრიგი არ ყოფილა და პირიქით უსამართლო წესრიგს ვებრძოდით ყოველთვის ხო ეს აჯანყებები იქნება თუ სხვა და სხვა ეგ იყო რომ ჩვენ არ გვაყოფილებს იყოს ყველაფერი ცუდად დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გვაქვს შანსი და პრეტენზია რომ ყველაფერი იყოს კარგად